ლონდონში წიგნის საერთაშორისო ბაზრობა იწყება. ოლიმპია ლონდონში ქართულ სტენდზე 80-მდე წიგნი და ალბომია წარმოდგენილი. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მწერალთა სახლმა ბაზრობისთვის ეროვნული სტენდი და სპეციალური ლიტერატურული პროგრამა შეადგინა. დელეგაციის წევრები, რომელშიც ავტორები, მთარგმნელები, გამომცემლები შედიან, შეხვდებიან სხვადასხვა ქვეყნის მთარგმნელებს და გამომცემლებს. ლონდონის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 1971 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მასში 25,000-ზე მეტი გამომცემელი და ლიტერატურული აგენტი მონაწილეობს. წარმოდგენილია 100-მდე წიგნი, რომელიც თარგმნილია ინგლისურ ენაზე. სულ ახალი წიგნები, რომლებიც ჩვენ სპეციალურად ამ ფესტივალისთვის, ამ ბაზრობისთვის მოვამზადეთ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის უცხოელ გამომცემლებთან და მომავალი თანამშრომლობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლონდონის წიგნის ბაზრობას. ეს არის ადგილი, საიდანაც შეგიძლია შენ ლიტერატურული ხმა მიაწვდინო მსოფლიოს ნებისმიერ მკითხველს. ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სასიხარულო, რადგან პირველად ვიღებ მსგავსი ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას და ვფიქრობ, ჩემთვის საეტაპოა, პირადად ჩემთვის, როგორც მწერლისთვის.